ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა, ჩვენ ახლა რა თქმა უნდა სულ ვცდილობთ, რომ ჩვენი თითოეული სიტყვა სულიერ ცხოვრებას ეხებოდეს, მაგრამ აი ასეთი რამე მინდა დავარჩიოთ, ესე იგი, რომ არსებობს მცდელობა, რომ ადამიანმა ღვთისმცნებებით იცხოვროს და ღვთისმცნებებით ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავის უნებებს ებრძოდეს და არსებობს კიდევ იგი საეკლესიო წესი, რომ შეასრულოს. საეკლესიო წესის შესრულება, რა თქმა უნდა, აუცილებელია წესის შესრულება. თუმცა ადამიანი მხოლოდ წესის შესრულებაზე არ უნდა დაიყვანდეს თავის სულიერ ცხოვრებას. აი, ისევე როგორც აი შედარება რო გავაკეთოთ. ახლა ხეხილი ნაყოფს უნდა აძლევდეს, ხო, მიწის მუშაკს. ამ ხეხილის მოყვანის დროს მთავარი არ არის ფოთლები, მართალია, მაგრამ ფოთლები ხო აუცილებელია. აუცილებელია, მაგრამ მთავარი არ არის. მთავარი არის ნაყოფი. და ის გარეგნული წესი არის სწორედ ის ფოთოლი, რომელიც იცავს იმ შინაგან სულიერ მდგომარეობას. ერთი მეორის გარეშე არ იქნება, მაგრამ ადამიანის ორიენტირი არ უნდა იყოს ის ფოთოლი, არამედ უნდა იყოს ის ნაყოფი. ნაყოფი არის ადამიანი, რომ ღვთისმცნებებით ცხოვრობს. აი ყველაფერში, აი მე ამასთან ეს ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ხშირად, ალბათ ყველა შეხვედრაზე რაღაცა ერთხელ მაინც გაიჟღერებს ხოლმე ეს, რომ იო, ეს გადერა. ერთხელ მაინც სადღაც გაიჟღერებს ხოლმე, რომ აი სახარებისეული ოქროს წესი, ოქროს კანონი, რომ მოექეცი სხვა ადამიანს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცინო. ამ ერთმა წინადადებამ, აი საფუძვლიანად შეუძლია რომ შეცვალოს ამ წინადადებას ადამიანის ცხოვრება. ამ შემთხვევაში ჩვენი სამრევლოს ცხოვრება, იმ შემთხვევაში ბავშვებს რო ველაპარაკებით, მათი კლასის ცხოვრება, ოჯახის ცხოვრება, აი უბრალოდ რომ დააკვირდეს. სანამ ადამიანი მეორე ადამიანზე რამეს გაიფიქრებს. რო დაფიქრდეს, რომ ეს რო ჩემზე ასე ფიქრობდეს, მე მომეწონება? თუ არ მომეწონება, მაშინ მეც უნდა ვეცადო, რომ არ ვიფიქრო. ეს ადამიანი რო ჩემზე ასე ლაპარაკობდეს, მომეწონება? მომეწონება, მაშინ კი ბატონო. ანუ იქამდე სადამდეც მოგეწონება, რომ შენზე ასე ლაპარაკობდნენ, კი ბატონო, შენც მიეცი შენს თავს უფლება, რომ ვილაპარაკო. ოღონდ გულწრფელი იყავ იმაში, აი ნამდვილად უნდა მოგწონდეს. ისე კი არა, ვიღაცამ გამოგიჭიროს ახლა სიტყვებში და რა მოხდა ახლა თქვენ ჩემზეც. ესე კედელთან მეწყდეული რო იტყვი ამას, ეგ სხვა არის, მაგრამ გულწრფელად თუ მართლა მოგეწონება, აი მაგალითად ორი მეზობელი ზის და მესამეზე ლაპარაკობს. უნდა იფიქროს, რომ სადღაც რო 2 და 3 მეზობელი ზის და ჩემზე ლაპარაკობენ, რაც ჩემზე მომეწონებოდა, იმ ფარგლებს არ უნდა გაცდეს არც ჩემი სიტყვა. ეს ღვთისმცნება. როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს, ისე რომ მოექცევი სხვა ადამიანს. როდესაც ადამიანი დაიწყებს ასე ღვთისმცნებებით ცხოვრებას, აღმოაჩენს, რომ ეს ძალიან რთულია. ძალიან რთულია. და ეს კაცთათვის არის შეუძლებელი. ასე ვთქვათ, ეს არის შეუძლებელი. და ზედმიწევნით ყველა მცნება შეასრულოს ადამიანს. მაშინ ახლა კითხვა ჩნდება, რატომ მოგცა ღმერთმა ეს მცნება შესასრულებლად, თუ მაინც ვერ შევასრულებ? თუნდაც ის ძველ აღთქმაში ის 10 მცნება, რატომ მოგვეცა? თუ წინასწარ იცოდა, რომ ვერ შევასრულებდით. და ნახეთ აი როგორ არის. ესე იგი ღმერთმა ჩვენ იმიტომ კი არ მოგცა, რომ ჩვენ გამოგვიჭიროს. არამედ
როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჯული ჩვენ მზარდულ გვექმნა ქრისტე იესოს მიმართ, რათა ქრისტე იესოში რწმენით გავმართლდეთ. ანუ იმ რჯულმა უნდა გაგზარდოს ქრისტემდე. ანუ გაგზარდოს როგორ? ჩვენში უნდა გაჩნდეს საჭიროება ქრისტეს. როგორ უნდა გაჩნდეს? როგორდა? როდესაც აღმოაჩენ, რომ შენ ამ ცნებების შესრულება არ შეგიძლია და არადა იცი, რომ თუ ამ ცნებაში ასრულებ, ცხონდებ. მაგრამ ხედავ, რომ ეს არ შეგიძლია. ადამიანის ძალებს აღემატება. და ადამიანში ჩნდება საჭიროება ვიღაც რომ მიეშველოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადამიანი ვერ მიეშველება. იმიტომ რომ ისიც შენაირი ცოდვილია, ყოველი კაცი ცრუ არსო, როგორც დავით წინასწარმეტყველი, დავით მეფე ამბობს, დავით მეფს არ და მაშინ ჩნდება საჭიროება, რომ შენ ღმერთის შემწეობა გჭირდება. სხვაგვარად ეს შეუძლებელი. და იქ სადაც ატყობ შენს თავს, რომ ცნება ირღვევა შენი მხრიდან, იქ სინანულია საჭირო. იმიტომ რომ ღვთის წინაშე რო წარდგება ადამიანი, იქ ან განმართლდება და ან დაიღუპება. ან ცხონდება, ან დაიღუპება. ან მარადიული სიხარული ექნება, ან მარადიული მწუხარება. ეს სახარებისეული სწავლება. როგორ ეუბნება მამამთავარი ა ブラ ამი დიდარს, რომელმაც თავის დროზე ლაზარე არ შეიწყარა. ჩვენსა და შენ შორისო დიდი დანახეთი არის დამტკიცებული, ანუ დიდი უბსკრულია, ისე რომ ვერც მანდედან აქეთ, ვერც აქედან მანდოთ, ვერავინ არ შეძლებს გადავიდეს. ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდგომ. როდესაც ადამიანი წარდგება საშინელ სამსჯავროზე, თუ ვინმე ქრისტეს მარჯვნივ აღმოჩნდება, ეს აღმოჩენა შემთხვევით გამორიცხულია. არამედ თავისი ცხოვრების წესით, თავისი სინანულით, ღვთისადმი ერთგულებით და ასე შემდეგ. აი როგორც უფალი ეუბნება, რომ შიოდა და მაჭამე თუ წყურვალი ვიყავი დამალევინებ, შიშველი შემოსე, თუ ცხო შემიწმარე, საპყრობილეში საავადმყოფოში მომინახულე. ვიღაც აღმოჩნდება მარჯვნივ და მის სიხარულს აღარაფერი აღარ შეცვლის. ამ წუთის სოფელში სიხარულით და მწუხარებაც რო იცვლება, ყველა ძალიან კარგად იცვლება. დღეს შეიძლება ისეთი რაღაც გიხაროდეს, რომ ამბობდე, რომ ნეტა ეს არ დამთავრდესო და ხვალ შეიძლება ისეთ ტალახში ჩავარდე, რომ მეტი არ შეიძლება. სოლომონიანი ამბობს, რომ ჩვენ როდესაც სიხარული გვაქვსო, გავიწყდებაო, რომ მწუხარება გქონდაო და მწუხარება კიდევ შეიძლება იყოს. როდესაც ანუ ის აი თავაშობული ვარ იმ სიხარულში, აი თითქოს ის არ დამთავრდება და შეიძლება იმ წამშივე შეწყდეს. და რომელ წამში შეწყდება, კაცმა არ იცის. რა, ცოტა ყოფილა, დაბადების დღე ყოფილა, ქორწილი ყოფილა და უბედურება მოხდა რაღაც. ან სადღაც მიდიხარ დასასვენებლად გონია, რომ აჰა, მთელ ამბებში ვიქნები, ისე დროს გავატარებ და იქ მოხდა რაღაც. და როდესაც მწუხარება გვაქვსო, ჩვენ გვავიწყდება, რომ სიხარული იყო და სიხარული კვლავ იქნება. ან აქ იმაზე ამბობს, რომ მწუხარებაში ადამიანი ყურებ ჩამოყრილი არ იყოს და გაიხსენოს, რომ სიხარული ადრეც ყოფილა, გაიხსენოს ის სიხარულის დღეები და რომ კიდე იქნება ეს სიხარულის დღეები და მარტო იმ მწუხარებით ამთავრდება. აი ჭირში რომ იმედიანი იყოს, ხინში რომ თავშეკავებული იყოს. მაგრამ სასუფეველი არის შეუძრელი. ის არ შეიცვლება. არ შეიცვლება იმას ამბობთ, რომ სიხარული მწუხარებად არ შეიცვლება. თუმცა სიხარული შეიცვლება უფრო დიდი სიხარულით, როგორც წმინდა მამები განმარტავს. კი არ მოიკრებს, არამედ არის მზარდი. რომ ადამიანს ეს ელოდება. მე ამას წინათ ვამბობდი ეგრეთ. და სოფელში ვიყავით. აი ჩვენ უბრალოდ ეხა არ ვფიქრობთ, თორე რო დავფიქრდეთ, აი თუნდაც აი ამ ოთახში ვისი ხატებიც გვაქვს. მინდა გრიგორ ხანძთელი, მინდა ბასილი დიდი, მინდა იოსებ ისიხასტი, მინდა ალექსი შუშანია თუ არ ვწდები არა, ალექსი ბერისხატი,
აღარაფერს ვამბობ თავარანგელოზებზე და მით უმეტეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. აი როგორ სიხარულში შეიძლება ეხა ისინი იყვნენ. ისეთ სიხარულში, რომელსაც ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომელიც თავის თავზე ყვება თითქოს სხვაზე, მაგრამ სინამდვილეში თავის თავზე ვიციო კაციო 14 წლის წინ მერთმა აიტაცა, არ ვიცი ხორცში იყო თუ ხორცის გარეშე. მესამე ცამდევ, ან მესამე ცად სახელდებს სასუფეველს და იქო მას ესმაო ისეთი სიტყვებიო, ადამიანს რომ არ სმენია. ისეთი რამ ნახავ, რაც ადამიანის თავს არ უხილავს და ისეთი რამ განიცადა, რაც ადამიანის გულს არ განუწევდა. ეს ელოდება ადამიანს. მინდა სერაფიმ საროველი ამბობს, ადამიანმა რომ იცოდესო რა ელოდებაო, როგორი სიხარული ელოდებაო, თანახმა იქნებოდაო, რომ 1000 წელიო გველებით სავსე, აი კვენარი გველებით სავსე ორმოში იყოსო და იმას მოითმის. მის მოთმენაზე თანახმა იქნება. ეს თან მაშინ, როდესაც აქ ხო ადამიანს არ განუცდია ის. აქ არავის არ უნახი, აქ არავინ არ იცის იქ რა ხდება. ამ შემთხვევაში პავლე მოციქულზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ მას აჩვენა უფალი. აქ ადამიანი რაღაც იმის ნაპერწკალს ხედავს ხო. ამ სიხარულითაც უფალი ადამიანს მოუწოდებს, აი შენ ეს გელოდება. და აქ არსებული სატანჯველითაც ადამიანს ღმერთი აფრთხილებს. აი მაგალითისთვის მოვიყვანე, ესე იგი, როდესაც მამამთავარი იაკობი, რომელსაც სხვაგვარად ისრაელი ერქვა, ანუ ღვთისმხილველი, ასედაც გამოითარგმანება ეს სახელი. როდესაც მამამთავარი იაკობი თავის შვილებთან ერთად ჩავიდა ისრაელში შიმშილობის დროს, იქ ყველაზე უმცროსმა იოსებმა, რომელიც ეგვიპტეში იყო ფარაონის შემდეგ პირველი კაცი ეგვიპტეში, მან დაუბარა თავის ძმებს, როდესაც ღმერთი მოგხედავთო, აქედან გაგიყვანთ. აღთქმულ ქვეყანაში, როდესაც დაგაბრუნებთ ისე. აღთქმული ქვეყანა არის სიმბოლო სასუფეველის. ან მოდი აქ ეს სიმბოლოებსაც ვიტყვი, რომ აზრიანი იყოს, რაზე ვლაპარაკო. როდესაც დაგაბრუნებთო, ღმერთიო, ჩვენს ქვეყანაშიო, ჩემი ძვლებით თან წაიღეთ. მაშინ მე უკვე გარდაცვლილი იქნები და მართლაც 400 წელი იყვნენ ეგვიპტეში ტყვეობაში. და იქ წერია შემდეგ, რომ გავიდა ხანი, სხვა ფარაონი დადგა, სხვა ტომის ფარაონი დადგა, საერთოდ რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ ფარაონს, მათ დაივიწყეს ის სიკეთეები, რაც იოსებმა გაუკეთა ეგვიპტეს, რომ შიმშილობას გადაარჩინა და ეს ცოტა ვრცელი თემაა და თქვენ შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ გამოსვლათა წიგნში არის ამის შესახებ დაბადების და გამოსვლის დასაწყისი, როცა დაბადების წიგნის ბოლოში და შეგიძლიათ ეს წაიკითხოთ. უბრალოდ მე ზოგადად ვიტყვი, რომ იოსებმა ძალიან დიდი სიკეთე მოუტანა ეგვიპტეს, მაგრამ შემდეგმა ფარაონმა დაივიწყა პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა. იქ საოცარი სიტყვები წერია. მოკვდა ისრაელის 12 ვაჟი და მოკვდა იოსები. კი არ ამბობს ერთად, ყველანი გარდაიცვალნენ, კი არ ამბობს. ცალკე ხას უსვამს, რომ იოსები მოკვდა. რატო ამბობს იცით ამას, როგორც განმარტება ამბობს. იქ დავიწყებული იქნა იოსების ანდერძი. აი რაც დაიბარა მან, ანუ რა რწმენაც ჩაუსახა მან, რომ ღმერთი აქედან აუცილებლად გაგიყვანთ, ოღონდ ჩემი ძვლებით წაიღეთ აქედან და მამაპაპის საფლავში დაკრძალეთო და ამ ებრაელებმა, იქ ყოფნა ებრაელებმა დაივიწყეს ეს ანდერძი, ანუ დაივიწყეს, რომ იმ ქვეყნიდან წასასვლელები იყვნენ, დაივიწყეს, რომ იქ დროებით იყვნენ და აღთქმულ ქვეყანაში იყვნენ წასასვლელები.
რომ ის არ იყო მათი მუდმივი სამკვიდრებელი. ისევე როგორც ადამიანი დაივიწყებს ხოლმე, რომ ამ წუთის სოფელში დროებით არის და მას აღთქმული აქვს სასუფეველო. ეს აი ერთი ჯდება, მერე მათი მდგომარეობა ნახეთ, აი მერე როგორ ვითარდება. როდესაც ეს დაივიწყეს, მათზე მოვიდა უამრავი განსაცდელი. ეს განსაცდელები რა იყო? ეს ფარაონი ცდილობდა, რომ იქ ვაჟი არ დაბადებულიყო. ანუ თუ ვაჟი უნდა დაბადებულიყო, ის მუცელშივე უნდა მოეკლა. გოგონებს არ იყო პრობლემა. გოგონები ხო ვერ გამრავდებოდა. მერე იყო ის, რომ თუ მაინც დაიბადებოდა, ანუ მთელ ეგვიპტეში გამოიცა ბრძანება, ჯერ მანამდე გამოიცა ბრძანება, რომ იმდენად აი ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებდნენ, აი მასალას არ აძლევდნენ და იგივე რაოდენობის ალიზის აგურების დამზადებას სთხოვდნენ, რასაც მაშინ, როდესაც მასალას აძლევდნენ. ანუ მასალა თვითონ უნდა მოეპოვებინათ, სიტყვაზე ვამბობ, 100 აგური უნდა გააკეთოს შენ დღეში. და მასალას გაძლევენ. ეხლა მასალას აღარ გაძლევენ და მაინც 100 აგურს გთხოვენ. როგორი ამბავია? ხოდა ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდნენ, რომ გამრავლების თავი აღარ ქონოდა და არც ბრძოლის უნარიანები ყოფილა. მაინც იბადებოდნენ ვაჟი. შემდეგ ბებია ქალებს დავალეს, რომ მუცელშივე უნდა მოეწყო. და თუ მაინც დაიბადებოდა, მერე უკვე მთელ ეგვიპტეს ჰქონდა ამის უფლება, რომ უნდა მოეკლათ ვაჟები. გოგონა უნდა დარჩენილი. და წარმოიდგინეთ, აი ეს ამხელა განსაცდელები დაატყდა თავს. რატომ? ერთი რამის გამო, რომ მათ გახსენებოდათ, რომ იქ ეგვიპტეში არ იყვნენ მუდმივად საცხოვრებლად. და როდესაც შემდგომში მოსემ გამოიყვანა ებრაელი ერი, ჯერ 40 წელი უდაბნოში იხეტიალეს და შემდეგ მეწამულის გონა გადაელახათ იმ 40 წლის განმავლობაში. რამდენჯერ წუწუნებდნენ, რამდენჯერ ეუბნეოდნენ მოსეს, რომ რისთვის წამოგვიყვანი აქ, რომ დავხოცილიყავდით, ჩვენივრად უსყედითო ხორცით სავსე ქვაბებს. ესმით აი რაზე ლაპარაკობს ხალხი. რომ საჭმელი და სასმელი არ გვაკლდა, რა გვინდა შენი სასუფეველი? აი დღევანდელ ადამიანის დამოკიდე, რა გვინდა შენი სასუფეველი? თავარი აქ ქვაბი ხორცით იყო სავსე, აქ კარგად იყო, აქ მოხდებით და ის დაივიწყა. და ისეცა რომ დაივიწყა ადამიანმა, განსაცდელები მოვიდა. იქაც რომ დაივიწყეს თავის ქვეყანაში წასასვლელები რო იყვნენ, განსაცდელები ზუსტად ამიტომ მოდის. და საოცარი არის ის, რომ იქ ვაჟები მაინც იბადებიან. აი სწორედ მოსეც ამ დროს დაიბადა. მოსეს დაბადება კიდე რაღაცებს უკავშირდება, რადგან შევეხეთ ორიოდე სიტყვით ამასაც ვიტყვი. ნილოსი მათთვის იყო ღვთაება. როგორც ღმერთი გაღმერთებული ყავდა. და ფარაონის ასული იყო უშვილო. ახლა როგორც აქაც ყველა უშვილო დედა ღმერთს ევედრება, რომ შვილი მისცეს, იქაც ის თავის ღმერთს ევედრება, ანუ ნილოს ევედრება, რომ და ჩადის ნილოსზე საბანაოთვის კი არა, რომ საჭმოპალავად რო გაგვირდეს. იქ არის რაღაც სარიტუალო გამბანი. აი როგორც აი ღმერთს შესთხოვოს, რომ შვილი მისცეს და ამ დროს მოსე არის 3 თვის. და მოსეს 3 თვე მალავე მშობლები და ვერ იპოვნეს, თორე ვაჟი რო ეპოვნათ, მომოკლავდნენ. მაგრამ საკვირველია ესეც, რომ 3 თვე როგორ დაიტოვეს, როგორ მალავე. და იქაც წესახსნა არის, რომ ამ დროს ნილოსი ადიდებულია და რადგან ნილოსი ადიდებულია, როგორც ღვთაება, არ შეიძლება იმის შეწუხება და ამ დროს გადაადგილება შეზღუდული იყო ეგვიპტეში. ამიტომაც შეძლეს, რომ ამრამმა და იოქაბედმა, მოსეს მშობლებმა შეინარჩუნეს ეს 3 წელი. ბოლოს რო უკვე შეატყვეს, რომ შეუძლებელია, რომ სახში დაიტოვონ. ჩავსეს კალათში, რომელიც გაატანეს ნილოს. და ეს ფარაონის ასული იქ ჩასულია, თავის სარიტუალო გამბანას აწარმოებს და
აჰა, ღმერთმა, თავისმა ღმერთმა შვილი მისცა. ბავშვი ჩამოატარა. ანუ ამას ფარაონის ასული იცის რომ ებრაელი ბავშვი. აღიქვამს როგორც ღვთისგან მოცემულ შვილს, როგორც ნილოსისგან მოცემულ შვილს. იმიტომ არ კლავდა. ესეც ღვთისგანგებულება. და მაშინ როდესაც დედამ ჩასვა მოსე და ნილოს გააყოლა თავისი შვილი ზოგან მარიამად არის ზოგან სხვა მე მაინც მარიამს ვამბობ ხოლმე რა ვიცი სახელი გააყოლა რომ თალყური ედევნები როდესაც ფარაონის ასულმა აიყვანა ეს მოსე და მოსე სწორედ წყლიდან ამოყვანის ნიშნავს და ერთ-ერთი წმინდა მამა რომელიც ეგვიპტეში მოღვაწეობდა არ მახსოვს ან კი კლიმენტი ალექსანდრიელი ან კირილი ალექსანდრიელი ამბობს რომ იოაკიმე ერქვა იმ ბავშვს ანუ მშობლებმა იოაკიმე დაარქვეს და მოსე დაარქვა ფარაონის ასული აი ეს და რომ იყვება მარიამი და დაინახა რომ ფარაონის ასულმა ამოიყვანა წყლიდან მოსე და როტიროდა მან შესთავაზა რომ ხო არ გინდაო წავიდეო რომ ებრაელი ქალი მოიყვანოო და იმან აჭამოს იო და წავიდე და დედამისი მოუყვანა მაგრამ მოსე თავის დედას გაატანეს როგორც თქვა აი გამოეკვება აგაეზარდა ცოტა მერე წაიყვანა უკვე სასახლეში და აქაც აი ღვთისგანგებულება არის და ნუ ეს კიდე ცოტა ვრცელი და ესეთ თემაა ჩვენ დღევანდელი მას არ ეხება მაგრამ აქ რაზე იყო ლაპარაკი რომ როდესაც მათ დაივიწყეს აღთქმულ ქვეყანაში წასვლა განსაცდელები მოვიდა აქაც როდესაც ადამიანი დაივიწყებს რომ ამ წუთის სოფელში დროებით არის განსაცდელები მოდის იმიტომ რომ გამოაფრიზოს გაახსენოს ეს ყველაფერი და ჩვენ როდესაც ეს გვავიწყდება რომ აი ადამიანმა ღვთისმცნობით უნდა იცხოვროს იმიტომ რომ ღვთის წინაშე რო წარდგება სწორედ ღვთისმცნების მიხედვით იქნება მისი განსჯა როდესაც ეს ავიწყდება მერე მოდის განსაცდელები რომ ამ განსაცდელებმა გაახსენოს ის აი მაგალითად ადრე იყო ესეთი იგავი რომ ერთმა განდეგილმა რომ გაგზავნა ახალგაზრდა ბიჭი ყმაწვილი კაცი გაგზავნა მდინარეზე რომ ჩადიოქრო გაატანა წყაროზე წყალი ამოიტანებდა ეს რომ ჩავიდა ეს ვაჟი იქ დაინახა ერთი ახალგაზრდა გოგონა მოეწონა დარჩა იქ დაავიწყდა რომ რისთვის ჩამოვიდა მდინარეზე გაიცნო შეუყვარდა დაოჯახდნენ სახლი ააშენეს შვილები ეყოლათ ცხოვრობენ ბედნიერად აღარ ახსოვს რისთვის ჩამოვიდა ერთხელ როდესაც ესე ბედნიერი ცხოვრება მიმდინარეობს მოვარდა წყალი წყალდიდობა იყო ყველაფერი წაიღო რაც გააკეთა ვერც ერთი ვერ გადაარჩინა ვერც მეუღლე და ვერც შვილები თავი ძლივს გამოიყანა ბოლოს ღონე მიხდილი სანაპიროზე წელს და გაიხედავს და დაინახავს ტალახში ნახევრად ჩაფლულ იმ კოკას რითიც გამოგზავნა განდეგილი გაახსენდა რისთვის ჩამოვიდა მდინარეზე პრობლემა ის კი არ იყო რომ ეს დაოჯახდა და რა პრობლემა ის იყო რომ დაავიწყდა და რისთვის ჩამოვიდა თორე ამ წუთის სოფელში ადამიანი მოდის კიდევაც დაოჯახდება კიდევაც შვილები ყავს მაგრამ თუ აქვს მუდმივი ხსოვნა იმისა რომ ეს ყველაფერი დროებითია და მე ჩემს მეუღლესთან ერთად ჩემს შვილებთან ერთად ღვთის წინაშე უნდა წავდე იქ ან მარადიული სიხარული მოყვება ამას ან მარადიული კვნესა და ტირილი და კბილთა ხრჭენა როგორ ახასიათებს მაცხოვარი რომ იმისთვის რომ ჩვენ რაღაცნაირად აი შეგვაშინოს კარგი გაგებით ესე იგი რომ აი იქნება ჩაუქრობელი ცეცხლი ახლა წარმოიდგინეთ აი რაღაცის გამო სინდისი რომ გამხილებს იმას ხო ვერაფრით ვერ გააჩვენებს აი გამხილებს და იმ ტკივილს ვერაფერი ვერ გიყუჩებს ერთადერთი გიყუჩებს რომ დავარდო და ღმერთ შემდობას თხოვო ახსარება თქო შეინანო და ეს რომ არასოდეს არ მთავრდებოდეს აბა წარმოიდგინეთ უბრალოდ აი სინდისის ქენჯნა რომ არასოდეს არ მთავრდებოდეს ჩაუქრობელი ცეცხლი სხვაგან ამბობს მატლი დაუძინებელი
მატლი რო ჭამდეს ადამიანს და ის რომ არასოდეს არ იძინებს. ერთი მხრივ ხო სიხარულს გვაჩვენებს მაცხვარი, როგორი სიხარული ელოდება სასწაულში, რომ ამის სურვილით ადამიანი მოერიდოს მიწოდოს. მეორე მხრივ იმ სატანჯველებზე გველაპარაკება, რაც იმ ჯოჯოხეთში ელოდება, რომ იქნებ ზოგი ამითი შეშინდეს, ზოგი იმის სურვილით, ზოგი თან ამ ყველაფერთან ერთად ადამიანმა არ იცის როდის გარდაიცვლება. ესეც როგორც წმინდა იოანეს სინოდის წიგნში წერია, ესეც ღვთისგანგებულებით არის დაფარული. იმიტომ რომ ადამიანმა რო იცოდეს რომ მალე გარდაიცვლებაო, ახლა წაი ჩვენ რო ვიცოდეთ რომ ზეგ საღამოს 5 საათზე უნდა გარდავიცვალო. ჩვენ ზეგ საღამოს კი არ გარდავიცვლებით, დღესვე უკვე გარდაცვლილებია. და რომ იცოდე რომ 90 წლის მერე უნდა გარდაიცვალო, ახლა წარმოიდგინეთ, ადამიანმა არ იცის როდის გარდაიცვლება და მაინც ესე თავშევით, თავშეუკავებლად და ესე ცხოვრობდა. რო იცოდეს რომ ჯერ კარგი ხანი არაფერი არ მოუვა, აბა იმას რა დაამოხრუჭა. დაცემის გზაზე რა გააჩერებს? ითქვის რომ მოდი ბოლოს შევაჩერებ, კარგად გავიპრანჭები, სულიერად მოწესრიგდები, აღსარებას ვიტყვი ასე. გადავჩერი. ამიტომაც დაფარულია ეს ადამიანისგან. თუმცა თითოეულა შემთხვევა ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, რომ წმინდა მამა სწოდნია როდის გარდაიცვლებოდა, რა მდგომარეობაში გარდა, თუმცა ეს ძალიან იშვიათია, ესეც ღმერთმა იცის ვის და რამდენი გამოუცხადეს. ხო, ეს კუნძული სხვათა შორის სულიერი ცხოვრებიდან არის აღებული თითოეული დეტალი, აი იქ ვერ ნახავ ისეთ დეტალს, რომელიც წმინდა მამათა ცხოვრებას არ მიესადაგება და რაღაცა ის გაქცეულია რაღაცა ის. არარეალური რო იყოს, ეგეთი რამე არა. რეალური ცხოვრებას ეხმიანება. იმიტომ ძალიან ძვირფას ფილმი. ეხლა ერთი მინდა მოგიკითხოთ, ესე იგი, რადგან ამ თემაზე დავიწყეთ, აი ღვთისმცნებებით ცხოვრებაზე, რომ რას ამბობს, აი მე ძალიან მიყვარს იღუმენი ნიკონი, ეს ქრისტიანობის დევნის პერიოდში ცხოვრობდა, ეს მე-20 საუკუნის შუა წლები. ისეთი გულწრფელი იყო, აი ღმერთს რო ეძებს ადამიანი. ჯერ სწავლობდა პატარაობიდან რწმენით იზრდებოდა, მშობლები ამას ასწავლიდნენ. მერე სასწავლებელში უფრო მეცნიერებებს მიეძალა, ცდილობდა რომ რაღაცა ბევრი აღმოაჩინა, რომ ამ მეცნიერების საკვლევის საგანი ღმერთი საერთოდ არ არის. არ აინტერესებს იმას მარადიულობა, არ აინტერესებს სულის უგდავება და ასე შემდეგ. ამანაც ვერ დააყურა სულიერად. მოგძნობს ადამიანს, ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ. მერე დაიწყო ფილოსოფიის შესწავლა. აქაც მიხვდა, რომ ერთს ეს ვერ პასუხობს იმ შეკითხვებს და იმ სულიერ შიმშილს ვერ აკმაყოფილებს. მერე დაიწყო ფსიქოლოგიის შესწავლა. არც იმან არაფერი. და ბოლოს ნახე, აი როგორ აი გულწრფელი რო ადამიანი და ღმერთი რო არტოებს, უფალო, თუ კი შენ არსებობ, გამომეცხადე, ანუ რა აღარ სცადა, სად აღარ მივიდა. უფალო, თუ კი შენ არსებობ, გამომეცხადე. მე შენ რაიმე მიწიერი ანგარებიანი მიზნებით როდი დაგეწე. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე, ხარ თუ არა ხარ და უფალი მას გამოეცხადა. აი, ორი წინადადება თქვა, რა საოცარი ამბავი. ორი წინადადება თქვა, გულწრფელად ილოცა. იმიტომ კი არ უნდოდა, რომ აი ჩვენ რო ზოგიერთ შემთხვევაში წმინდა მამის ნაწილებს გავიგებთ, რომ აქ არის და მივდივართ, რომ შევთხოვოთ, რომ აი ხაჭაპური უნდა, ვიღაცა სამსახური უნდა, ვიღაცა შვილი მოეწყოს თუ. აი, ანგარებიანი მიზნებით არ დაგეძებ. თან ეს ის პერიოდია, კომუნიზმი გაქანებული. მაინტერესებს, ნამდვილად ხარ თუ არა ხარ და მერე წეს, რომ ისეთი სიცხადით გამომეცხადაო, რომ აი, რომ
ეჭვის ნატამალიც არ რჩებაო, რომ ის მართლა არის თუ არ არის. რომში წერს. ერთი რამ კიდე მინდა წაგიკითხოთ, ესე იგი რომ და მხოლოდ წმინდა მამათა ნაწერებსა და სახარებაში ვიპოვე ის, რაც ნამდვილად ფასეულია. ხო ეს თან ესეთი აი სულ ეძებდა. აი როგორც ამერიკელი წმინდანი როა, წმინდა სერაფიმე როუზი. აუცარი ადამიანი, აი ესეც სულ ესე ეძებდა. და მხოლოდ წმინდა მამათა ნაწერებსა და სახარებაში ვიპოვე ის, რაც ნამდვილად ფასეულია. როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ბრძოლას შეუდგება, როცა სახარების გზით სიარულს მოისურვებს, მაშინ წმინდა მამები მისთვის აუცილებელი და მშობლიური გახდებიან. წმინდა მამა უკვე შენი საკუთარი მასწავლებელია, რომელიც შენ სულს ესაუბრება. სული კი ამას სიხარულით აღიქვამს და მუგეშინისცემას გრძნობს. როგორც ფილოსოფია და 1000 ჯურის სექტანტური სისაძაგლე იწევდა ჩემში სევდას, მოწყინებას, გულისრევას, ისევე პირიქით, მამებს ისე ვაკითხავდი, როგორც მშობელ დედას. ისინი მანუგეშებდნენ, მასწავლიდნენ და მასაზრდოებდნენ. აი წმინდა მამათა ნაწერებზე რას ამბობს? ოღონდ ეს როდის? როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ბრძოლას შეუდგება, როცა სახარების გზით, ანუ ცნებებით, სიარულს მოისურვებს. აი, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ღვთისმცნებებით იცხოვროს, აი წმინდა მამათა ნაწერები მისთვის გახდება როგორც ჰაერი, როგორც წყალი, როგორც ყველაზე აუცილებელი რამ სასიცოცხლო. როგორც მშობელ დედას ისე ვაკითხავდი. ეხლა ვისაც აქვს იმის გამოცდილება, ვისაც უყვარს წმინდა მამათა ნაწერების კითხვა. აი ზოგჯერ ისეთ რაღაცას აღმოაჩენ, რომ აი ძალიან რო გიხარია. რომ იმნაირ სიხაროს ვერაფერი მატერიალური რო ვერ მოგანიცევს. ზოგჯერ რაღაცა ისეთი სიმშვიდე მოდის, ესე იგი, რომ აი ამას ლოგიკური და მატერიალური საფუძველი არ აქვს. რატო გაგეხარდა, რატო გაგითბა გული დაუშვათ, რატო მოგეცა იმედი, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ რამეზეა საუბარი. ზოგ რამეს ისეთ აღმოაჩენ, მანამდე რომ საერთოდ არ გიფიქრია. აი სიტყვაზე ამბობ ახლა, აქ ხო ჩანს რომ არაფერი არ არის და რო აღმოაჩენ რომ თურმე უხელა რაღაცა დგას აქ. აი რო გაგიკვირდება, ეს ამას როგორ ვერ ხედავდი? არა და ხო ნამდვილად აქ არის. არა და მანამდე ვერ ხედავდი. და ისაც ვინ ზარმაცობს ამ საქმეში, ის ამას ვერ განიცდის. და ის ზარმაცობს, ვინც არ შემდგარა, ჯერ არ გადაუწყვეტია, ჯერ რომ მოდის სახარებისეული მცნებებით ვიცხოვრო. იმიტომ რომ სახარებისეული ცხოვრების გარეშე ცხოვრებას ნახე როგორ ახასიათებს, აი როგორც ფილოსოფია და 1000 ჯურის სექტანტური სისაძაგლე იწევდა ჩემში სევდას, მოწყინებას და გულისრევას. აი, ხო არის რაღაცა არ გაინტერესებს. აი გარ არის შენი. ვერ იღებს შენი სული. მაგრამ ის მეორე, როგორც მშობელ დედას რომ მიაკითხავ და რომ მოგეფერება, ისე განმოგეშვებს წმინდა მამათა ნაწერები. წერო აი ამას ჩვენ მივაქციოთ ყურადღება და კიდე რას მივაქციოთ ყურადღება. ეხლა ნახეთ რას ამბობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კიდე. როგორ ახასიათებს თავის პატარაობაში, როგორ ასწავლიდნენ საღვთოს ჯულს. აი, ანუ ეს ჩვენ რაში ჭირდება, რომ ჩვენ როგორ არ უნდა მიუდგეთ საღვთოს ჯულის სწავლას და როგორ უნდა მიუდგეთ. ნახეთ რას ამბობს. მამა ნიკონი გვიყვებოდა როგორ ასწავლიდა სკოლაში მღვდელი საღვთოს ჯულს. მოწაფეებს აიძულებდა ტექსტების დაზეპირებას ისე, რომ მოსწავლეები მათ მნიშვნელობას ვერ წდებოდნენ. ანუ მარტო გარეგნული, მარტო რაღაცნაირის კი არა, არამედ იმის შიგნით რა დევს, სული რო დაგანახოს.
მოითხოვდა წმინდა წერილის მოყოლასა და შესწავლას მხოლოდ გონებით. დოგმატების, მცნებების, ეკლესიის ისტორიის ფაქტების დამახსოვრებას საკუთარ სულთან მისადაგების გარეშე. ანუ, აი ნახეთ, რაღაცას რო წაიკითხავ, შენ მე იმაზე იფიქრო, ეს შენ როგორ გეხება? შენ როგორ გეხება? შენ რა შემთხვევაში დაემსგავსები ამა თუ იმ პერსონაჟს, თუნდაც ისტორიიდან თუ სახარებიდან, აი შენ უშუალოდ შენ კონკრეტულად რას გეუბნება ეს? ისეთი არა ზოგადად ამ წელს ეს მოხდა, იმ წელს. დღეს სხვათა შორის აი ისტორიის წიგნებს, თუნდაც აი საქართველოს ისტორია, აი სული აქვს გამოცლილი და მარტო რაღაცა აქა-იქა თარიღებზე დაიყვანება. ანუ იმ მოვლენის სული არ აჩენს. აი ის რამე იყვანა. სწავლება იმდენად მკვდარი და სქოლასტიკური იყო, რომ თვით საღვთო ჯულის გაკვეთილები მასხარაობისა და მკრეხელობის დროით იყო გადაქცეული. შეიძლება თურმე აი აქედან რა ჩანს, ადამიანს სულიერ საკითხებზე ელაპარაკო, მაგრამ ის რადგან მხოლოდ ზედაპირულია, ის მარტო მასხარაობა და მკრეხელობა, რადგან იმ სიწმინდეზე შენ მასხარაობ, უკვე მკრეხელობა. ამის დროით იყო გადაქცეული. ისე რომ აი მარტო გარეგნულით კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს ადამიანი, არამედ იმ სულს უნდა ჩაე, რასაც კითხულობ, ის უნდა გაიაზრო. იცით რატო ამბობ, აი ზოგჯერ ადამიანი სახარებას წაიკითხავს მარტო იმიტომ, რომ სახარება ჰქონდეს იმ დღეს წაკითხვა. ჯობია ესე ერთი თავი წაკითხვას, 5 მუხლი წაიკითხო და დაფიქრდე, იმ 5 მუხლმა შენ რა გითხრა? შენ როგორ გეხება? მაგაზე ლაპარაკი. მოდი ერთი შეკითხვა იყო და ეს წავიკითხო. მაინტერესებს დედა, რომელიც სულ იწყევლება. წყევლის შვილს, რძალს, შვილიშვილს. რა უნდა მოუხერხო, ან რა უნდა მოვიმოქმედო, იქნებ რამე მირჩიოთ. ეს შემდეგი შეკითხვა იგივესია, სახლს თუ აკურთხებთ თბილისში. თბილისში უამრავი ძალიან კარგი სასულიერო პირია და ის სხვა ეპარქია და თბილისში იქაურმა სასულიერო პირებმა უნდა აკურთხონ. წევლას რაც შეეხება, ერთი ასეთი ამბავი გამიგონია. ბავშვი იყო, ეს რეალური ამბავი თან ისეთი რა. ბავშვი იყო დეიდასთან სტუმრად და გაეპარა დინარაზე. და დეიდამ დასწევლა. გაბრაზდა ახლა რომ დაუკითხავად წავიდა და რაღაცა დასწევლა რომ შენ არ მოდი ცოცხალი სახლში. არ მოხვიდე ცოცხალი. და მართლაც ვეღარ მივიდა ეს ბავშვი ცოცხალი სახლში. ისე რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. წევლას დიდი ძალა აქვს. და ესე მისამართოთ, უბრალოდ მისამართოთ კი არა. ორა დაუფიქრებლად და ორგვარი აწონ-დაწონის გარეშე ადამიანმა სიტყვები არ უნდა თქვას, აღარაფერს ვამბობ წევლაზე. უფალი ამბობს სახარებაში წერია, სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯე. წევლა კი არა, აი ტყუილად რო ლაპარაკობს ადამიანი, იმ სიტყვების გამო ღვთის წინაშე პასუხის მიცემა მოელის. აღარაფერს ვამბობ განკითხვაზე, დაწყევლაზე, გინებაზე, ლანძღვაზე, ტყუილის თქმაზე, ცილის წამებაზე და ასე შემდეგ. ანუ თითქოს ერთი შეხედვით რომ არავის არაფერს ვნებს, მაგრამ საჭიროების გარეშე რომ მეტყველებს ადამიანს. იმ სიტყვების გამოც კი როგორც უფალი ბრძანებს და იმას წყალი არ გაუვა როგორც სიტყვა. სადა მიწა გადავა, მაგრამ იქ ჩაწერილი ერთი სიტყვა არ გადავა ისე რომ არ შესრულდეს. აი მის გამო პასუხისგება მოუწეს. მაშინ რა ქნას ადამიანმა თუ უკვე ულაპარაკია ამდენი და იმდენი. უნდა შეინამოს. და მეორე დღეს ეცადოს რომ არ თქვას ის რაც საჭირო არ არის. თუ კიდე შეეშალა, კიდე შეინამოს. 100 ჯერ შეეშალა, 100 ჯერ შეინამოს. ნენელა მივა იქამდე რომ ცოტა შეიგრავს.
მაშინ გახსნის დასდე უფალო საწოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთავ. დავით მეფსალმუნი ამბობს თუ არ ვწდები 140 ფსალმუნი. ანუ რაღაცა საწობი გაუკეთეო ჩემს პირსო და მძიმე კარი შეაბიო. მძიმე კარი. ეხა ოთახში რომ რაღაცა გქონდეს, თუ რამე მნიშვნელო აი წალებით რომ იღებოდეს ის კარი. ტყუილად თუ არ შეხონ. არ შეხო. აი თუ რაღაცა მართლა ძალიან გჭირდება, იწალებ და შეხვალ და გამოიტან. აი ესეთი კარი რო არა თავის დრო უცბად შეხვალ აიღებ გამო. აი ფურცელი რო გჭირდებოდა შეიძლება ამის გამო არ შეხო. მაგრამ გააჩნია ის ფურცელიც რაში გჭირდება. თუ ისე სალაზღანდარაოდ გინდა რომ დაწევ რაღაცა არ შეხვალ, როცა მძიმე კარია ძნელი. როცა ეხა შეყარებული უნდა მისწევ და გული დუღს და ვეღარ ითმეს იმ მძიმე კარს კი არა იმის იქითაც რო იყოს 9 კლიტური შეიძლება შეხვიდე და იწოლო გამოიტან. და აი ბაგეტს ეგრე უნდა იყოს. რამდენი გალავანი იცავსო თუ არა ვწევი წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს. იგი 3 გალავანი იცავსო. ჩვენ სიტყვასო, მაგრამ ის ისეთია მაინც გამოარღვევს. ვილები და ბაგე. იცავე, მაგრამ მაინც აღწევს. გამოდის. მაგრამ ადამიანები ვართ, ახლა ჩვენს თავს სრულყოფილებას ვერ მოვთხოვთ, არის ახლა განდეგილებივით მოვთხოვოთ ჩვენს თავს, ესე ზედმეტობა იქნება, რა თქმა უნდა. ერთში ცხოვრები ადამიანი ისე ვერ იქნება, მაგრამ ამასთანავე სხვათა შორის კითხულობდით, ვისი ხსენება იყო წმინდა პიმენი დიდის. მას ეკითხებოდნენ, რა შემთხვევაში არის უქმად მეტყველება და რა შემთხვევაშია დუმილი, რას თქვია. და ის ნახეთ რას ამბობდა. შეიძლება ადამიანი ბევრს ლაპარაკობდესო, მაგრამ გულში არავის განიკითხავდეს. და ეგ არ არისო მრავალმეტყველებაო. შეიძლება ადამიანი ცოტას ლაპარაკობდეს, მაგრამ გულში განიკითხავდეს ვიღაცას და ეგ მრავალმეტყველებაა, ეგ დუმილი არ არის. ანუ იქ ეს იყო წყალგამყოფი. განიკითხავ ვინმეს თუ არ განიკითხავ. ჩვენს თავს იქებ თუ არ იქებ იმ სიტყვებით და ესე. მე შეგვეციო საბამ, გაიხარ.